რა ხდება ყოველთვის ინტერესდება ხალხის აზრით. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ ვეცდებით გავიგოთ რა ხდება თბილისში. რა ხდებოდა 8 წლის წინ და რა ხდება ახლა. რა აწუხებთ, რა მოსწონთ და რა იდეები აქვთ ადგილობრივებს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის პირველ ნომერში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ადგილობრივებისგან გავიგებთ, რამდენად კმაყოფილები არიან მიმდინარე ცვლილებებით. სველი წერტილები არ ქონდა ხალხს. რემონტი არ ქონდა, გაშავებული კედლები იყო. მე ამას მართლა არ ველოდი. ასეთ რაღაცას ახალი სახლის აშენება ბევრად იაფიჯდება, მე როგორც ახლა ვატყობ, ვიდრე ამის რეაბილიტაციას და ამის გაკეთება ეს პატარა საქმე არ არის და არც მეგონა რომ ახლა დამთავრდებოდა კიდევ. როგორც მითხრეს მე ჩვენმა პაციენტებმა სადღაც თვე ნახევარში მთავრდებაო. ჩემი რაიონის განვითარებაზე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი სახლის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის ველოდები ჩვენი სახლის რეაბილიტაციასაც, რაზეც დაგვპირდნენ და დიდი მადლობელი ვარ ჩვენი მთავრობის კალაძესი განსაკუთრებით. მე ვმუშაობ აქ კლინიკაში, ამ სახლში ვარ ნამყოფი და ვიცი აქ რაც ხდებოდა და დღეს რო უყურებ ჩემს ემოციებს ვერ ვმალავ რა, აქვთოვანებული ვარ და ღმერთმა ქნას რომ ესეთი კარგი საქმე კიდე გაგრძელდეს და გაგრძელდეს რა. აი ნამდვილად გულით ვამბობ ამას. ამ რაიონში კიდე სხვა პროექტები თუ იცით, რომელიც ასევე სკვერები, ძალიან ბევრი სკვერი აქვს, რეაბილიტირებულია, გაკეთდა, ბავშვები გამოვყავს, შვილიშვილი მყავს პატარა, გამომყავს სკვერში, ვასეირნებ, ასე რომ აი მართლა კმაყოფილი ვარ და ალბათ ჩვენი მოსახლეობის ყველა ვერ იქნება კმაყოფილი, მაგრამ 90% მგონი კმაყოფილია. რამდენად კმაყოფილი ხართ და მოგწონთ ცვლილებები ამ პროექტთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ, მიხარია რომ გამოვივლი, ამოფნელი ვარ. მიხარია რომ ას ლამაზად გაკეთდა ეს შენობა, საუკუნის შენობა არის და ასეთი ლამაზი ნამდვილად დიდი ხანია არ მინახია თბილისი ლამაზდება და რაზე ელაპარაკი, ეს დამსახურება არის ჩვენი ალბათ მერის, ალბათ კი არა ეგრეა 100%-იანი და ღმერთმა კნას კიდევ მრავალი კარგი და შესაფერისი სკვერები, სახლები ასე გამაგრებული იყოს და გალამაზებული იყოს და ხალხი გახარებული იყოს. ამ რაიონში კიდევ გაკეთდა, ვაიმე იცით საათ, აი საბჭოს მოედანზე რო არის ლონდონის ბაღით, ყველაფერი აგერ იმის სკვერი, ჩვენ იმის ეკლესიის მოპირდაპირედ იმის კოსტა ხეთაგუროვის ძეგლთან სკვერია მშვენიერი გაკეთებული, ცოტა მოშორებით იქ ლამაზდება ჩვენი ქუჩები, ყველაფერი ძალიან მაყოფილები ვართ. მე მიხარია მაგალითად, რომ ასე ლამაზდება ჩვენი ქალაქი. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ გახარებული ვარ, ჩემობაში კეთდება ესეთი ბინების გაახლება, ხალხი არის კმაყოფილი, ყველა ძალიან ელოდება რომ შევათავიანთ კუთვნილ ბინაში და რავი მეც მიხარია. ამ უბანში მე ძალიან მომწონს ვისოლთან, მტკვრისპირას არის გაკეთებული რაღაცა პატარა მონაკვეთი, სადაც მანქანები გადაადგილდებიან ძალიან ადვილად. ხალხისთვისაც ძალიან ადვილია გადასვლა გზაზე, გადმოსვლა და ძალიან ლამაზია შესახედაოდ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩუღურეთის რაიონში, იას ბაღში. ადგილობრივებისგან გავიგებთ, როგორ მოსწონთ აღნიშნული რეკრეაციული ზონა. ბოლო წლების განმავლობაში თქვენს უბანში და რაიონში რა შეიცვალა, რაც ძალიან მოგწონთ? უპირველეს ყოვლისა ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ აი ამ სივრცით. იას ბაღი, ნუ რამდენი წელია? ალბათ 40 წელი ჩემი ბავშვობიდან არის. ნუ რა თქმა უნდა, ესე არ გამოიყურებოდა. ბოლო 8 წლის მანძილზე დაწყებული აი ამ ტრენაჟორებიდან 2025 წლის თებერვალში გაგვიახლდა სტადიონი. ასევე, რასაც კი ხედავთ, ტრიბუნას, კამი, აი ყველაფერი აბსოლუტურად არის აი ამ 8 წლის მანძილზე შექმნილი. ასევე უსაფრთხოების მიზნით დაგებული, ესეც ახალი გაკეთებულია და ყოველ წელს, ყოველ ზაფხულს აბსოლუტურად ცდილობენ რაღაცა გაგვიახლონ. ყოველ წელს, ნუ უკვე განათებაზე და ისეთ რაღაცაზე, რაც აი აუცილებელია, ეგ თავისთავად. რაც თავარია, ჩვენი ბავშვები არიან დაცულები. აი ყველა უშვებთ რამოდენიმე ქუჩის მოშორებით ვცხოვრობთ, მაგრამ ყოველთვის აი ყველანაირი შიშის გარეშე უშვებთ ბავშვებს აქ. აი ყოველ წელს რაღაცა კეთდება. აქ უფრო ხშირად ფეხბურთს ვთამაშობ. კიდევ ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ახალი ბალახი დაგვიგეს სულ რამოდენიმე თვის წინ. მოკლედ ძალიან კარგად ვერთობი, ძალიან კარგი ბავშვები არიან. ნუ ოდნავ ჩხუბები რო არ მოხდეს ხოლმე.
და ძალიან რიგდებით ხოლმე საცოვარია. ხო, რიგდებით ხოლმე. და ძალიან კარგი სტადიონია და მადლობა ვინც გაგუკეთა ეს სტადიონი. მოტოს ეს ბალახი კარგი ბალახია და დიდი სტადიონიცა. კალათბურთი და რაღაცები შეგიძლია ითამაშოთ. კარგი, ძალიან კარგია. მომწონს ეს სტადიონი, კარგი კეთილი ბავშვები არიან. და ესე იგი, აქ ბევრი ბავშვები სტადიან, სასწრაფოები არის და კიდე სავარჯიშოები. შენ როგორ ატარებ ხოლმე აქ დროს? რავი, ხანდახან სავარჯიშოებზე გავდივარ, ხან ფეხბურთს თამაშობ. თქვენ? ჩვენ რავი, ფეხბურთს თამაშობთ სულ. და ყოველდღე როცა გამოდივართ, ორივე კარგად თამაშობთ. გავსავარჯიშოთ ყოველი დღე. ყველაზე მეტად სტადიონი მოგწონთ, ახალი ბალახი დადეს რამდენიმე დღის წინ, ძალიან კაია და აი, ბადეებიც გაგუკეთეს. ძალიან მისაღებია, ძალიან მისასალმებელია. აგერ ხუდადოვის პარკი კეთდება, ძალიან მივესალმები. აი აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და კეთდება რაშიც მე თვითონ მივიღე მონაწილეობა, შრომობდი, გავდინერგებს და თუ გაგრძელდება ეს პროექტი, მივესალმები სიამოვნებით. მისასალმებელია, რაც კარგი გაკეთდება, თქვენ გენაცვალოთ. ჩემი თავი ყველაზე კარგი იქნება. რის შეცვლას ან გაკეთებას დამატებას ისურვებდით თქვენს რაიონში? ჩემს რაიონში სიმშვიდეს, სიკეთეს, გამრავლებას და გახარებას. აი, მაგას ვისურვებდი თქვენ ახალგაზრდები, რომ ყველა კარგად იყოს და მშვიდობა იყოს გენაცვალე. იმიტომ რომ მე ყველანაირი ომი და უბედურება ვნახე. იქიდან მოყოლებული. პირველი წვიდან მე თვითონა ვარ მონაწილე იმ უბედურების და აღარ მინდა რა ირბინონ ბავშვებმა, ირბინეთ თქვენ, გაიხარეთ თქვენ გენაცვალე. ახლა ვიმყოფები გროზნოს პარკში, სადაც ადგილობრივებისგან გავიგებ, რა გაკეთდა, რა გაუმჯობესდა თავიანთ უბანში, ან რა იდეები აქვს თავად მოსახლეობას. ბოლო პერიოდის მანძილზე რა გაკეთდა თქვენს უბანში, რა შეიცვალა, ან რის გაკეთებას და დამატებას ისურვებდით? გაკეთებული ძალიან ბევრია. ეს დასახლება როგორღაც მიყრუებული იყო ქალაქის ძველი უბანი, ძველი თბილისი და როგორღაც ყველა მთავრობას რჩებოდა. აი ამ პერიოდში, რაც ეს მთავრობა და რაც ბატონი კახი კალაძეა, ჩვენი ქალაქის მერი, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და თავად აი ეს სკვერი, რომელიც ქვემოთ ბოდიში გრძელდება, ან თუ ქვემოდან იწყება და აქეთ გრძელდება, შეხედეთ რამდენი ბავშვი თამაშობს. ყველა ასაკის ბავშვი აქ. ეს არის უბანი, ეს არის თემი. ამათ ყველაფერი ჭირდებათ, არ ქონდათ ამ კორპუსის მოსახლეობა, თავად უბნის კერძო დასახლებაც ხომ არის. ამ ბავშვებს ჭირდებოდა თამაში, საბავშვო ბაღი, რომელიც იყო ძველი, ამორტიზებული და არაჩვეულებრივი აგვიშენეს და შარშან ქონდა გახსნა თანამედროვე სტანდარტით დაკმაყოფილებული ყველაფრით ძალიან დიდი კმაყოფილება. აი აქედან ადის კიდევ სხვა ბაღი ააშენეს ახალი საბავშვო ბაღი და ეს ის არის რაც ნამდვილად გვჭირდებოდა. აქვე ახლოს მდებარეობს სკოლა, რომელიც თავის დროზე ვისაც არ უნდოდა არაკეთილმოსურნეება დაანგრიეს და ამ მთავრობამ და ბატონმა კახიმ ააშენა მშვენიერი ისეთი შენობა არაჩვეულებრივი, მე შემთხვევით მოხდი იქ და ძალიან კმაყოფილი დავრჩი და შენდება, ხომ არ ინგრევა, კეთდება, ხომ არ ფუჭდება, ამიტომ მივესალმები იყოს ბატონი კახი დაამთავროს თუ რამ დარჩა გასაკეთებელი, ძალიან ბევრია გაკეთებული და კიდევ აშენდეს, განვითარდეს ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა. მივესალმები მას და აუცილებლად შემოხარსა 41-ს. არავინ არ მაძლევს, ეს ჩემი სურვილია. 2018 წლიდან აი სადაც ახლა ჩვენ ვდგევართ, ეს სკვერი გაკეთდა. აქ იყო ნაგავსაყრელი. აქ იყო ისეთი გაუვალი ტყე, ეკალბარდები და არ ვიცი ძალიან გაუსაძესი მდგომარეობა იყო. თელი ნაგავი აქ იყრებოდა ბოდიში და სუნით ყარდა ეს უბანი. ხო და ბატონი კახას დახმარებით, კახას თავოსნობით გაკეთდა ეს დიდი სკვერი, 4000 კვადრატულამდე არის. იმის მერე ეს სკვერი უკვე ფუნქციონირებს 7 წელია და აქ იმდენი გახარებული ბავშვების სახელს ხედავ
რომ არ ვიცი, აი მართლა ისეთი რამე გააკეთა საუკუნის ისა რა ქვია პროექტად რო ჩავთვალოთ რა. იმდენი გამწვანება, იმდენი ისა კი მართალია რამოდენიმე ძირი გაგვიხმა ხეები, მაგრამ ვცდილობთ ყოველ წელიწადს ვამატებთ. ახლა ამ წუთას, ახლა ჩვენ მე ვიყურები წინ, სტადიონი გაკეთა, ახლა რესტავრაცია გაუკეთა. ყველა ახლა ორშაბათიდან ახლა სწავლა რო იწყება, ისე ტარდება საუბნო, ისე ვარჯიში ისა შეჯიბრები ფეხბურთში, ბავშვები ეწევიან, ვარჯიშობენ და მოკლედ მთელი უბანი, ჩვენი უბანი კი არა, დაწყებული იმიდან ვორონცოვიდან ხმაღელის მეტროდანაც დადიან აქ სავარჯიშოდ. ჰაერი გასუფთავდა, აქ მოდიან ბავშვებთან ერთად ბებიები, ბაბუები, ძიძები, მშობლები ისვენებენ და მეც როდესაც მაქვს თავისუფალი დრო დიდი სიამოვნებით ჩამოდივარ და ვისვენებ. ამაზე კარგად გიზე სად დაისვენებ. ამდენ ბედნიერ სახელს ხედავ ბავშვების და მშობლების და რა ვიცი ყველასი, ეს არის ბედნიერი, აი ეს ბედნიერება მოუტანა ბატონმა კახიმ, აი ჩვენს უბანს, მთლიანად ჩვენს რაიონს და მე პირადად მე კი არა მთელი უბნის სახელით, აი შემიძლია ვთქვა, რომ დიდი მადლობლები ვართ მისი. მე კიდე მინდა უსურვო წარმატებები ბატონ კახის, მის გვერდით ვიქნებით, მაგაზე დიდი სიკეთე არავის არ გაუკეთებია ჩვენი რაიონისთვის და 51 ჩათვალეთ, რომ მაგას ალტერნატივა არ ყავს. ახლა ვიმყოფებით ჩუღურეთის რაიონში მდებარე იბერთუბნის სკვერში, სადაც ადგილობრივებისგან შევიტყობთ, რა გაკეთდა, რა გაუმჯობეს და რის შეცვლას ისურვებდნენ თავიანთ უბანში. როგორ მოგწონს, რამდენად კმაყოფილი ხარ ამ სკვერით, აი რა გაკეთდა კონკრეტულად, როგორ შეიცვალა, ან შენ რის დამატებას ისურვებდი, თუნდაც ამ სკვერში და შენს უბანშიც? ეს სკვერი ახალი გაკეთებული არის, ჯერ კიდევ პროცესში არის. ძალიან მომწონს აქ სეინობა, თითქმის ყოველ დღე აქ მოვდივართ მე და ჩემი მეგობრები. კარგი ბუნება არის, სილამაზე არის, სიმწვანი არის და ასევე ბევრი აქტივობები არის ბავშვებისთვის, რომ გაერთნონ. მე და ჩემი მეგობრები გამოვდივართ ხოლმე ვიდეოების გადასაღებათაც ძალიან სილამაზე არის, სასეინოდაც და კიდევ ასევე არის პარკი, კიდევ არის სტადიონი და ვთამაშობთ ფრენბურთს და ასე შემდეგ. აქ მოვედი პირველად, ჩემო მეგობარმა მომიყვანა, ძალიან კვაყოფილი ვარ, მომეწონა ბუნება, გარემოც ძალიან კარგი არის. არის დასუფთავებული ყველაფერი აბსოლუტურად და ბავშვების განყოფილებაც არის აქ და რავი, ვერთობით ყველა ერთად. ძალიან კარგი. პირველ რიგში, რა ჩვენ გაგვეხარდა ყველაზე ძალიან, რაც აქ ვცხოვრობ, ბინები დაგვიმტკიცეს. რა ჩვენი პრობლემა იყო მთელი მოსახლეობის. გავიკეთეს სახურავები. წყალი ჩამოგვდიოდა სახლში, როგორც გარე წვიმდა, ისე წვიმდა სახლებში. გაგვიკეთეს კანალიზაცია. ბინები დაგვიმტკიცეს და რაც მთავარია, სკვერი გვიკეთდება ისეთი ულამაზესი. ჩვენ გვქონდა კიდევ იქითკენ სკვერები, მაგრამ გვიკეთებენ ახალ სკვერს, გვიკეთებენ ახალ სტადიონს. იცით რა არის? ყველაფერი კეთდება ნელ-ნელა. ქალაქი უეცრად არ აშენებულა. მთავარია მშვიდობა იყოს შვილო, თორე ყველას ყველაფერი ეშვნება და ყველაფერი კარგად იქნება.